ბაჰარი. შენ ხომ შენი მიიღე? ხომასია? ალბათ ხვდები რომ ბაჰარის მოსაპოვებლად მეც ყველაფერს გავაკეთებ. ბაჰართან დაკავშირებით რაღაცის გაკეთება უკვე მოასწარი შერეფ. ახლად გახარ თვალებში მიყურებ და ამ ყველაფერს მიყვები. მართალია ეფექტური შოუ იყო, მაგრამ უკვე ყელში ამომივიდა. დავიღალე. საიდან მოიტანე რომ ეს შოუ იყო? გინდა თქვა რომ ეს მართლა მოხდა? ჩემს გაბრაზებას არ გირჩევ შერეფ. ცეცხლს ნუ ეთამაშები. მეც იგივეს გეტყოდი. გონი არაერთხელ გითხარი ბაჰარი არ შეაწუხო მეთქი. კარგი, დაივიწყე. მერე ვილაპარაკოთ. გააგრძელე. ბოლო პერიოდში ჩემსა და ბაჰარ შორის ყველაფერი იდეალურად მიდის. კარგი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ მინდა რომ მენდობოდეს. ამიტომ უცხო ნომრით მივწერე რომ შემიძლია მამის მკვლელის პოვნაში დავეხმარო და რომ ამის მტკიცებულება გამაჩნია და ამ ქოთანთან მოვიყვანე. გველი საბუთების მაგივრად დასვი არა? ბრავო. ბრავო. ასეთი რამ როგორ მოიფიქრე შერეფ? მამის მკვლელობას ახსენებ მაშინ, როცა თითქმის დაივიწყა. მეხსიერებიდან წაეშალა. ეს როგორ გააკეთე? არ გიფიქრია, რომ შესაძლოა ორივე საფრთხე შეგვექმნას? არ მიფიქრია. იმიტომ რომ არანაირი საფრთხე არ არსებობს. ბაჰარი თვლის რომ მამამისი ქურდმა მოკლა, რომელიც სახლში შემოიჭრა. შენ კი უთხარი რომ მამამისი ნაძირალა იყო, რომელსაც მტრები ჰყავდა. ახლა ბაჰარი თვლის რომ მამის მტრები ახლა მას ერჩიან. ამაში ვერანაირ საფრთხეს ვერ ვხედავ. ბაჰარმა გველი დაინახა, შეეშინდა. მე კი მას ვუშველე. ახლა იცის რომ შეუძლია მემენდოს. ყველაფერი ძალიან მარტივადაა. ხოჩახ. ჩემი გაუცემა მოახერხე. ჩემგან რაღაც გისავლია. ერთ რამეს ვერ მიხვდი არა ისუნ. როცა მოვისურვებ, მაშინ გაგაოცებ. ჩვენ რეალურად ერთ ნავში ვართ. იმ ფაქტმა რომ ბაჰარმა ერთიორჯერ გაგიღიმა, თავდაჯერებულობა შეგმადა. ჩემ წინააღმდეგ მოქმედებას არ გირჩევ შერეფ. ეს არც კი გაიფიქრო. იმიტომ რომ ნავი, რომელიც შენ ახსენე, შესაძლოა ჩაიძიროს, რადგან ორივე სწონას ვერ გაუძლებს. არავინ იცის ჩვენ შორის პირველი ფსკერზე ვინ აღმოჩნდება. ექთანო, როგორ არის ელფინი? ყველაფერს ექიმი გეტყვით. რა სჯერს? ღმერთო, ექიმო, როგორ არის ჩემი გოგო? გთხოვთ რამე მითხარით. ჯერ ძალიან ადრეა რამის თქმა. რამდენიმე ანალიზის ჩატარება მოვითხოვე. როცა პასუხები გვეცოდინება, ყველაფერს გეტყვით. გთხოვთ ექიმო, ზოგადი მდგომარეობის შესახებ მაინც მითხარით რამე. ანალიზის პასუხების მოსვლამდე რამის თქმა არასწორია. ღმერთო, რა უნდა ვქნა? დემირს დავურეგო? არა, არ დავურეგა. სანამ ანალიზის პასუხები არ მოვა, არ დავურეგავ. ღმერთო, ჩემს ელფინს დაეხმარე. ღმერთო,
პრინცესა, დროზე გამოგეთდი, რომ სახლში წავიდეთ. მომენატრა შენთან გამოდი. მეც მომენატრა ძმაო. მაგრამ არ მგონია საავადმყოფოდან გასვლა შევძლო. ამას რატომ ამბობ? ეს საიდან მოიტანე? გამოგეთდები. სახლში წავალთ და ყველაფერი ძველებურად იქნება. ხვიძლი მეშლება ძმაო. ეს მაშინ მოვისმინე, როცა პალატაში ექთნები საუბრობდნენ. მათ ეგონათ, რომ მეძინა. უბრალოდ თვალები მქონდა დახუჭული. ელფინ, ძმაო, მხოლოდ გადანერგვა თუ მიშველის. მაგრამ დონორის პოვნა ძალიან რთულია. და დიდი რიგია. საყვარელო. ახლა ამაზე ნოფიქრო. არ დავუშვებ, რომ რამე დაგემართოს. შენი გამო ჯანმრთელებისთვის ყველაფერს გავაკეთებ. პირდები. შენთან მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს. ძალები მოიკრიბე და გამაგრდი. კარგი? მაგრამ თუ რამე დამემართე, დამპირდი, რომ არ მოიწყენ. ხომ არ მოიწყენ? ელფინ, რას ამბობ? გთხოვ, არ გინდა. რა თქმა უნდა მოიწყენ. ვიცი, იდარდებ, მაგრამ დრო რომ გავა, დამივიწყე და ცხოვრება გააგრძელე, კარგი? ლამაზი გოგო იპოვე, შეიყვარე და მასთან ბედნიერი იყავი. ვისურვებდი ერთად დიდხანს ყოფილიყავით, მაგრამ რას ვიზამთ? რაც იყო ჩემთვის ისიც საკმარისია. შენ ძალიან კარგი, კეთილი ადამიანი ხარ. ყოველთვის მაბედნიერებდი ძმაო. ყოველთვის მხიარულად გამიხსენე. გთხოვ, არ მოიწყინო. კარგი, საკმარისია, ამას ნუ ამბობ. ვიბრძოლებთ და ამ დაავადებას დავამარცხებთ. აქედან გავალთ და ცხოვრებას ერთად გავაგრძელებთ, დაიკო. დამიჯერე. მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ. დიდი მადლობა აისუნჰანიმ. დემირ, გამარჯობა. არ გახსოვარ? მახსოვხართ, აისუნჰანი. იხარია თქვენი ნახვა. გმადლობ. ელფინ, საყვარელო. მალე გამოჯანმრთელდი. გმადლობთ. დეიდამ მითხრა მისი ავადმყოფობის შესახებ. შენ რატომ დამიმალე? ვერ მიხვდი, თქვენ რატომ უნდა შემეწუხებინეთ? კარგი. ახლა ამის დრო არ არის. როცა ეს ამბავი გავიგე, პატარა გამოკვლევა ჩავატარე, დემირ. საავადმყოფოს ექიმებთანაც განვიხილე. ელფინისთვის დონორი იპოვეს. საზღვარგარეთ, სასწრაფო დახმარების ვერტმფრენიც მომზადდა. მაგრამ ჩვენ, აისუნჰანი, ჩვენ ვერ შევძლებთ. ნუ ხელავ, დემირ. მე ყველაფერზე ვიზრუნე. ახლა მთავარი ჩვენი ელფინის ჯანმრთელობაა. აისუნჰანი, არ ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადოთ, მაგრამ არ იღელოთ, მე თქვენს წინაშე ვალში ვარ. ამ ვალს ბოლო ქურუშამდე გადავიხდი. ვალში არ დაგრჩებით. მაგაზე ნუ იფიქრებ, დემირ. შენთან დაკავშირებით რაღაც გეგმები მაქვს. გავსურდებით, როცა ამის დრო მოვა. გაიგონე? ხომ გეუბნებოდი, გამოსავალი გამოჩნდება მეთქი, ხედავ? ძამიკო.
ბაჰარ, უკეთ ხარ? მარტო დაგდოვებ, დაისვენე. კარგი ფამუკ წადი. თუ რომია დამიძახე. კარგი. გისმენ გონულხანიმ, ფამუქანიმ. გოგო მოვდივარ. ბაჰარი როგორ არის? დამშვიდდა. ცოტა უკეთ არის. მადლობა ღმერთს. მალე ვიქნები უკვე ახლოს ვარ ფამუქანიმ. კარგი. ბაჰარი ოთახშია? ისვენებს. კარგი, 5 წუთით შევალ და გამოვალ, კარგი? შერებ. ღმერთმა გაგახაროს. ბაჰარი შენ გადაარჩინე. შენ რომ არა ვინ იცის, ჩვენს გოგოს რა დაემართებოდა. ღმერთმა დაიფაროს. ბაჰარ გცალია? შეიძლება შემოვიდე? შემოდი შერებ. არ შეწუხდე, უბრალოდ მაინტერესებდა როგორ იყავი. მიხარია რომ აქ ხარ შერებ. ბაღში ძალიან შეშინებული ვიყავი. მადლობა ვერ გადაგიხადე შერებ. მადლობა ღმერთს რომ უკან გამოკრევი. მაგრამ დაივიწყე. ამაზე ნუღარი ლაპარაკებ, მთავარია რომ არ დაზარალდი. სხვა ყველაფერი მეორე ხარისხოვანია. დამიჯერე. ცოტა ხნით რომ დამეძინა, თავს უკეთ ვიგრძნობდი. მაგრამ თვალს რომ ვხუჭავ, მომხდარი მახსენდება. ისე შემეშინდა რომ ოთახშიც ვეღარ ვჩერდები. ასე მგონია თვილი უნდა გამოსრიალდეს. გინდა ცოტა ხნით ბაღში გავისეირნოთ, სუფთა ჰაერი კარგად იმოქმედებს. არა, ბაღში გასასვლელად ჯერ მზად არ ვარ. დამშვიდი ბაჰარ, შენი შიში გასაგებია, ეს ნორმალურიცაა. გაივლის. მე შენ გვერდით ვარ. არ დავუშვებ რომ რამე დაგემართოს. მისაღებში მაინც წამოდი. აქ მარტო ნუ იქნები. წავიდეთ. კარგი, წავიდეთ. მართალი ხარ. რა ხდება? რა სახე გაქვს? ცოლთან შეხვედრა მოშედეგო ჩაიარა? ის არ მოვიდა, დედა გამოგზავნა. ეს საინტერესოა. რა გითხრა? რას მეტყოდა? ჯოჯოხეთი მომიწყო. ხელში მწუდა. საშინელება იყო. კინაღამ დამახჩო. შენი აზრით ეს სასაცილოა? ხო, სასაცილოა. ქალი ისე გაგიჟდა რომ ჯერ გცემა, მერე გახრჩობდა. წინააღმდეგობა არ გამიწევია, რადგან ქალია. დამნაშავეები თვითონ არიან, მაგრამ თავს აქეთ მესხმიან. მე მომატყუეს და მიღალატეს. საბრალო, პირველმა ცოლს შენ უღალატე. ეს არ ითვლება? შენ ვის მხარეს ხარ? ისედაც ცუდად ვარ, შენ მაინც ნუღარ დაიწყებ. კარგი, გეხუმრე, არ გაბრაზდე. დედაც და შვილიც ზღვარს გადავიდნენ. არა, ამას ასე არ დავტოვებ. ვაჩვენებ ვინც ვარ. იცი გონძლებს მოვედი დემირ. წარმოიდგინე რა შეიძლებოდა მომხდარი იყო. შხამიან გველს ვინმესთვის რომ ეგბინა, რა უნდა გვექნა? რაზე ლაპარაკობ? ხომ შეიძლებოდა ეს ან შენ, ან მე, ან ამ ვილაში მცხოვრები ნებისმიერი ადამიანი ყოფილიყო.
რა სისულელია ისუნ? ხვდები რას ამბობ? სისულელეს მე ვამბობ დემირ. ესე იგი ვიღაც ბოროტმა ეზოში შხამიანი გველი დაგვისვა და შეშინებული სისულელეებს ვამბობ? მისი შემდეგი ნაბიჯი რა იქნება? საჭმელში საწამლავს შეურევს, ან სროლას დაგვიწყებს? იქნებ სახლში ბომბიც დაგვიდოს. კარგი რა, შეწყვიტე. მსგავს რამეს არ დავუშვებ აისუნ ხანიმ. საშიში არაფერია. სასწრაფოდ გონცმოდი და ჩვენ საქმეზე იფიქრე. შენი პირადი პრობლემების გამო ასეთ შესაძლებლობას ხელიდან ვერ გავუშვებ. მართლა? ფიქრობ, ჩემთვის ადვილია? კარგით, არ იქ მესმის რომ ადვილი არ არის, სამაგიეროს გადახდა გინდა? გეგმის შედგენა მოგიწევს. შეშლილივი თავს ნუ დააცხრები. ამით რას მოიგებ? ყველას თვალწინ შერცხვები. ამაზე მეტად როგორ უნდა შევრცხვე? სოლმა მიღალატა, გამასულებლა. ოშჯანთან ვეღარ მივალ. დედამ სახლში ერთი დღითაც კი არ შემიშვა. ძაღლივით ქუჩაში დავიძინო? ამ ერთ თვეში ყველამ თავისი ბედნიერება იპოვა, მე კი უნდა დავისაჯო. მაინც რატომ? სიყვარულის გამო. აი სიყვარულსადამდე მიყავს ადამიანი. არაფერია. უჩვენებ სეირს. ამ საქციელს ვანანებ. ღალატს არ ვაპატიებ. ოღონდ უჭკუოთ არ მოიქცე. ლამის პრობლემები შეგექმნა. მართალი ხარ გიღალატეს, მაგრამ დაფიქრდი და გონივრულად მოიქეცი. მე არ დავუშვებ, რომ ამ სახლში ჩემ გამო ვინმე დაზარალდეს აისუნ. ამაზე არ იდარდო. ნუ თუ ბახარ. გვერდიდან ყველაფერი სხვანაირად ჩანს ძვირფასო. მაინც როგორ აპირებ იმისგან თავის დაცვას, ვინც შენ გამო შეიშალა. აისუნ ხანიმ? ამაზე მოგვიანებით ვილაპარაკოთ. არავითარი მე რეშერებ. ახლავე დავადგინოთ. ძალიან მაინტერესებს როგორ დაგვიცავენ. ახალგაზრდა ქალბატონო, რა გიგმა გაქვთ? აისუნ ხანიმ. ხვდებით რას ამბობთ? ცოტა ხნის წინ ამ გოგომ დიდი ტკივილი გადაიტანა. ახლა ამაზე უნდა იფიქროთ? რატომ არ გინდათ რომ ერთი რამ გაიგოთ? მე მუდამ ამ სახლის უსაფრთხოებაზე ვზრუნავ. ერთადერთი ადამიანი ხართ, ვისაც ეშინია აისუნ ხანიმ. თუ ესეთი დამფრთხალი ხართ, ეს კარი მუდამ ღია. როგორ ბედავ? გონულ. ამ სახლში გუშინ მოხვედი. ვის გაგდებას ცდილობ? ეს არასწორია. მე არავის ვაგდებ. მხოლოდ ჩვენს ბახარზე ვზრუნავ. ნედევ თქვენც ასე იქცეოდეთ. როგორც მე არ მაქვს აქედან არავის გაგდების უფლება, ასევე არც ხვებს შეუძლიათ ბახარის შევიწროება აისუნ ხანიმ. ბახარ, წამოდი ბახში გავიდეთ. სუფთა ხაერი ჩავისუნთქოთ. აისუნ, რა დაგემართა? ჭკუაზე ხარ? ბომბები აფეთქება, დახვრეტა.
ეს უკვე მეტის მეტია. დემირ, შენ მაინც გამიგე. ველს უსაფრთხოებაზე ვფიქრობ. რა ვქნა? ასეთი ვარ. გონია ამას დავიჯერებ? ხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობ. მე და შენ კარგად ვიცით, რაც გაწუხებს და ეს უსაფრთხოება არ არის. დამიჯერე. ბაჰარ, აისუნ ხანიმის სიტყვის ყურადღებას ნუ მიაქცევ. გონულ ხანიმ ამას ადგილი მიუჩინა. აისუნ ხანიმს საკუთარი თავის გარდა არავინ ადარდებს. კიდევ ბევრი რამის თქმა შეიძლებოდა, მაგრამ ახარ გავაგრძელებ. ასე გაზრდილი არ ვარ. ბაჰარ შვილო, როგორ არ მინდა მარტო დაგდობო. იქნება აისუნი მართალია გონულ ხანიმ. ხვდები მაინც რას ამბობ შვილო? ვერ ხვდები რა მიზანი აქვს? შენი კუთხეში მიმზღდება სურს. სულ ეს არის. იქნებ ჩემ გამო ვინმე მართლაც დაშავდეს. რა მეშველება უშენოთ? შენ რომ დაშავდე, შენც ძვირფასო ფამუქ, შერებსაც ვდარდობ. რა მეშველება, როგორ უნდა ვიცხოვრო? ბაჰარ შვილო, დაფიქრდი რას ამბობ. აისუნ ხანიმის გამო თავს ნუ დაიტანჯებ ძვირფასო. ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ რა გარანტია, რომ უბედურება სხვა ადგილას არ მოხდება? არ ვიცი დეიდა გონულ. მაგრამ შესაძლოა, ჩემთვის მართლაც სახიფათო ამ სახლში ყოფნა. ამით რას მივაღწევ? ისინი შევიბრალო, რომ შერცხვეთ? და ისინიც აღიარებენ, რომ დააშავეს? ასე მოვიქცე? არა, მეც ასევე ვუპასუხებ. ჭკუას ვასწავლი, რომ გონს მოვიდნენ. ჭკუას ვასწავლი. ხო, ოღონდ ყვირილი ჩხუბით და დანის დარტყმით ამას ვერ მიაღწევ. მეტი არაფერი მახსენდება. არ მინდა ჩავერიო, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან მარტივია. თუ ორივეს ასე ძალიან უნდა განქორწინება და თანხმდი. უთხარი კარგი გაგშორდები. მაგრამ რადგან შეურაცხყოფა მომაყენეთ, მაშინ უნდა გადამიხადოთ. იმდენი მოსხოვე, რამდენიც გინდა. მართლაც დავზარალდი. მათ უნდა გადამიხადონ. ფული უნდა მომცენ. შესანიშნავი აზრია. არ მიკითხო საყვარელო. ჯერ პასუხიც არ არის. ხო. ღმერთმა დაგიცვას. კარგი. დაგირეკავ. გმადლობ. გმადლობ. ღმერთო ჩემო. ღმერთო ჩემო. გევედრები გვიშველე. გვიშველე ღმერთო. გვიშველე. უკაცრავად შეიძლება ერთი წუთით. წარმატებები პრინცესა. ნუ დარდობ, კარგი?
კარგი, ძამიკო. მეც წამოვალ და ჩვენ გავფრინდებით. შენ გამოჯანამრთელდები და ყველაფერი კარგად იქნება. ძალიან მიყვარხარ. ძალიან. მეც მიყვარხარ. ახლა კი წადი. აისონ ჰანიმ. არ ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადოთ. ამ სიკეთეს ვერ გადავიხდი. თავარია ელფინი გამოგეცდეს. მეც წამოყვებით. ეს წამოვალ. მართლა? რატომ წუხდებით? ისედაც ბევრი გააკეთეთ. არა. ახლა შენ გვერდით ყოფნა მინდა. ვინ არის? როგორ თუ ვინ არის? შენი ქმარი ვარ, გააღე. რისთვის მოხვედი? შენთან სალაპარაკო არ მაქვს, წადი. ჰაზან, ნუ ჯიუტობ, კარი გააღე. შენთან დალაპარაკება მინდა. ახმოვანებულია ტელეკომპანია იმედის მიერ.